რუსული სატვირთო თვითმფრინავის ფრენას საქართველოს გავლით რადარის ეს ჩანაწერი ადასტურებს. 29 დეკემბრის მონაცემებით ქალაქ მინვოდის აეროპორტიდან სატვირთო თვითმფრინავი 3 საათსა და 40 წუთზე აფრინდა და გეზი თეირანისაკენ აიღო. ამ დროს ირანში უკვე მასშტაბური ხალხმრავალი საპროტესტო აქციები იმართება. რადარის ჩანაწერები აჩვენებს, რომ სატვირთო თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენა. ჯამში საქართველოს გავლით ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე ავიარეისი შესრულდა და რუსეთიდან ირანში ტვირთი ჩაიტანა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერს აი მომიტინგეებს და დემონსტრატებს, თუკი მათი ძალით ჩახშობა მოხდება, მათი შეიარაღებული განადგურება მოხდება. ამიტომ ახლა საქართველოსთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი არის ახლოს იყოს თავის დასავლელ მოკავშირეებთან, პირველ რიგში შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველგვარი პოზიტიური, არათუ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, არამედ ნებისმიერი პოზიტიური კონტაქტი მოკავშირეებთან საქართველოს გაწყვეტილი აქვს რუსეთის ზემოქმედების შედეგად და ეს დამატებით ართულებს ვითარებას საქართველოსთვის, იმიტომ რომ აი ამ რთულ რეგიონში საქართველო ფაქტიურად მოკავშირეების გარეშეა დარჩენილი. ეს პლატფორმა X-ზე Open Source Intel-ის ოფიციალური გვერდია. აქ ღია წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ 48 საათის განმავლობაში ირანში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე რუსეთიდან სულ მცირე 5 Il-76-ის სატვირთო თვითმფრინავი გაფრინდა. გამოცემა ეჭვს გამოთქვამს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ირანისათვის არადეკლარირებული ტვირთების მიწოდებას. როდესაც სამხედრო ტვირთისთვის რუსეთიდან საჰაერო სივრცის დათმობა ხდება, ეს ყოველთვის შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული ზიანი საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის. პრეზიდენტ ტრამპის განაცხადი იყო, რომ მაგალითად პროტესტში მონაწილე ადამიანებისთვის ძალის გამოყენება არ უნდა მომხდარიყო რეჟიმის მხრიდან ირანში. ზოგადად, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ძალადობის და ქაოსის რეჟიმი ამბობს, რომ იბრძვის მშვიდობისთვის, ფაქტია, რომ საქართველო ექცევა იზოლაციაში, ფაქტია მეგობრების გარეშე რჩება და ფაქტია რჩება იმ სახელმწიფოების მხარეს, მაგალითად რუსეთის მხარეს, რომელიც ღიად არის ომში ჩართული. დღის ბოლოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ რუსეთიდან ტვირთი თვითმფრინავებით საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით გადაიტანეს. საავიაციო ხელისუფლება თავს იმართლებს და ამბობს, რომ ფრენები როგორც რეგულარული სატვირთო რეისი იყო რეგისტრირებული და რუსეთს ცალკე ნებართვის აღება არ სჭირდებოდა. საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულებული ტრანზიტული სამოქალაქო ფრენები ყველა ფრენის წინ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან ნებართვის აღებას არ საჭიროებს. საჰაერო ნავიგაცია უზრუნველყოფს ასეთი ფრენების უწყვეტ და უსაფრთხო მომსახურებას დამტკიცებული საფრენოსნო გეგმის მიხედვით, რომლებიც რეგულირდება საერთაშორისო კონვენციებითა და შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობით. ბოლო პერიოდში დააფიქსირებული Il-76 ტიპის სატვირთო თვითმფრინავები ოპერირებდნენ სამოქალაქო რეგისტრაციით და მათი გადაფრენა იყო ავტორიზებული რეგულარული სატვირთო რეისის ფარგლებში. შესაბამისად, მათი საერნაოსნო მომსახურება როგორც რეგულარული სატვირთო რეისის განხორციელდა საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან სრული შესაბამისობით. ეს განცხადება კითხვებს დღის წესრიგიდან არ ხსნის, რატომ მისცა უფლება საქართველომ რუსულ სატვირთო თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე გამოეყენებინა. ეს კითხვა ამერიკელ და ევროპელ პოლიტიკოსებსაც აქვთ. ამის შესახებ პლატფორმა X-ზე ყოფილმა კონგრესმენმა კინზინგერმა დაწერა. ივანიშვილის რეჟიმმა უნდა განაცხადოს ამასთან დაკავშირებით და ამ ვითარებაში კიდევ ერთხელ ღიად თქვას თუ ვის გვერდში დგას, მაგრამ ის რომ ირაკლი კობახიძე თეირანში არაერთხელ იმყოფებოდა, სადაც ისმოდა შეძახილების სიკვდილი ამერიკას და სიკვდილი ისრაელს, ეს ფიქრობ ყველას კარგად ახსოვს და ის რომ ივანიშვილი დასანქცირებულია კრემლის სასარგებლო ქმედებების გამო შეერთებული შტატების მხრიდან, ესეც ფაქტია. ამიტომ მე ვფიქრობ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ მძიმე ვითარებას, რომელშიც ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყანა შეიყვანა. ირანში დიდმა პროტესტმა ერთი კვირის წინ იფეთქა. ხალხი ქუჩაში ეროვნული ვალუტის კურსის მკვეთრი ვარდნის გამო გამოვიდა. როიტერსი წერს, რომ საპროტესტო აქციების დროს მომხდარი არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა. პირველ ეტაპზე თეირანის დიდ ბაზარზე მაღაზიების მეპატრონეები გაიფიცნენ, როდესაც ირანული რეალი დოლართან მიმართებით რეკორდულად დაბალ ნიშნულზე დაეცა. მოგვიანებით დემონსტრაციები სხვა ქალაქებშიც გაგრძელდა.